შეპესე აქვაშენის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ბერაია აცხადებს, რომ მის მეზობლად მდებარე კომპანია შეპესე ტაო ახალი მშენებლობით ხანძრის გაჩენის საშიშროებას ზრდის, რადგან მაღალი ძაბვის გადაცემის ჯიხურს შენობაში აქცევს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტით საფრთხე ექმნება ორივე ობიექტს და საერთოდ უქმდება ორივე შენობასთან მისასვლელი სახანძრო გზა. ირღვევა სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და იზრდება ხანძრის გაჩენის რისკი. აი იმ აღნიშნული მაღალი ძაბვის უჯრედის შენობაში მოქცევით. ენერგოპროს მიმართე წერილობით და ენერგოპრო მაცნობა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მაქვს, რომ მაცნობა, რომ მინიმუმ 1 მეტრი ორივე მხარეს უნდა კონდეს დაცვის ზონა და არ შეიძლება არც მშენებლობა, არც ბეტონის დასხმა და ასე შემდეგ აღნიშნული სახის ნაგებობასთან, ხოლო ბატონ ნოდარი, აი თქვენ კადრშიც დააფიქსირეთ თუ სად კეთდება საწყისი შენობის, აი ამ მაღალი ძაბვის გადაბმულობის უჯრედს აქცევს თვითონ შიგნით შენობაში. ამ ქმედებით შეპესე ტაო და მისი ხელმძღვანელი საფრთხეს ზრდის, ხანძრის გაჩენის რისკს ზრდის და სახანძრო მისასვლელ გზას თლიანად კეტავს. ანუ სახანძრო მისასვლელი გზა აღნიშნულ უჯრედთან აღარ იარსებებს და ხანძრის გაჩენის რისკი კი ამითი 60%-ით, 70%-ით გაიზრდება, როგორც ვითხრეს სპეციალისტებმა. გიორგი ბერაია ასევე ამბობს, რომ ნოდარ სანიკიძის კომპანიამ ქუთაისის მერიასთან ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ ზამთრის ბაღის მშენებლობის პროექტი კანონდარღვევით შეათანხმა. მისივე თქმით, შეპესე ტაოს დოკუმენტებში არ აქვს წარმოდგენილი დენდროლოგიური პროექტი, რაც 2024 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა. ის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს გვერდზე გვაჩვენებს, რომ შეპესე ტაოს შესაბამის ველში პროექტის ნაცვლად თეთრი თაბახის ფურცელი აქვს ატვირთული, რაც დარღვევა. ბატონ ნოდარს ქუთაისის მერიისგან ორჯერ ეთქვა უარი ის მიერ შეტანილ პროექტზე, იმიტომ რომ მას აღარ ჰქონდა კოეფიციენტი, რომ აეშენებინა თუნდაც 1 კვადრატული მეტრი და პლუს ამას კიდევ სხვა რამოდენიმე ფაქტორი განაპირობა, რომ ქუთაისის მერიამ უარი უთხრა მას საწყობის შენებლობაზე. ამის შემდეგ ანალოგიურ პროექტს, რაც მანამდე პირველ ორჯერზე ჰქონდა წარდგენილი, ზუსტად იგივე პროექტი წარადგინა მესამედ, ოღონდ მესამედ შეუცვალა მხოლოდ სახელი და დაარქვა ზამთრის ბაღი ორანჟერია და ამ ზამთრის ბაღის ორანჟერია სახელის დარქმევის შემდეგ ქუთაისის მერიამ დაუმტკიცა ეს სამშენებლო ნებართვა. გიორგი ბერაია აღნიშნავს, რომ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა და ექსპერტიზის დანიშვნაც მოითხოვა. თუმცა შეპესე ტაოს მფლობელის ნოდარ სანიკიძის უარის გამო ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა. შემდეგი სასამართლო პროცესი კი 11 თებერვალსაა დანიშნული. სასამართლო არის ბოლო ინსტანცია ჩემთვის დარჩენილი და ვიმედოვნებ, რომ იმსჯელებს სწორად და აღკვეთი ღონისძიების სასახით შეაჩერებს მშენებლობას საქმის არსებით განხილვამდე და საქმის არსებითი განხილვა როცა მოხდება, მე იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ სასამართლოს მიმართავთ ჩვენ შუამდგომლობით, რომ დაავალოს ბატონ ნოდარს ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზა როცა ჩატარდება, ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზას უკვე გავუგზავნეთ კითხვები და მიუთითეთ იმ კანონდარღვევების შესახებ, რაც ამ პროექტს ახლავს და სასამართლო ექსპერტიზა, რა თქმა უნდა, ჩაატარებს სწორ და მიუკერძოებელ ექსპერტიზას და რომელთაც შემდეგ სასამართლო იხელმძღვანელებს და გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას აღნიშნულ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით. შეპესე ტაოს მფლობელი ნოდარ სანიკიძე მეგატივისთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროექტი საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს და იგი ყველა ინსტანციასთან შეთანხმებულია. მისივე თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ჯიხური შენობაში არ ექცევა და იგი შემინული ზამთრის ბაღის შენობის უკანა მხარეს გარეთ რჩება. ზამთრის ბაღს ვაკეთებთ იქანა. ვაკეთებთ გვესაჭიროება წარმოებისთვის და ვაკეთებთ. რა ხელს უშლის ვიშლის კანონი ვიშლის თუ რა ვიშლის მას. რაც შეეხება უშუალოდ მაღალი ძაბვის დენის წერტილს, როგორც ბატონი გიორგი აცხადებს, თქვენ აპირებთ, რომ ეს შენობაში მოაქციოთ და არ ექცევა შენობის გარეთ კეთდება, გარეთ რჩება შენობის გარეთ მაგი და არავითარ საფრთხეს არ უქმნის შენ შენობას. მაგი შეთანხმებულია პროექტი ყველა ინსტანციასთან, სადაც საჭიროა და გაკეთებულია მის და მიხედვით. პროექტი აბატონო პროექტი
ან შემინული შენობა იქნება. შემინული შენობა იქნება, ზეგდას გამჭვირვალე შენობა იქნება. და მისი დანიშნულება რა არის თქვენ რა? ზამთრის ბაღი იქნება, რა დანიშნულება, მაგით თქვენ თვითონ განსაზღვრეთ თქო, მაგრამ რაც იქნება შიგნით, ის იქნება შიგნით. რა დანიშნულებაც აქვს მას, ის მოთავსდება შიგნით. გარეთ უკანა მხარესაა მეძია მოთავსებული ბუდკა იქ სადაც და იქანა ბუდკა რჩება გარეთ, ამაში არა მოცემულია მაშინ. ბუდკა რჩება გარეთ. მეგატივი საკითხი ქუთაისის მერიაში მოიკითხა, საიდანაც მხოლოდ წერილობითი პასუხი მივიღეთ. ქუთაისის მერიის პრესამსახურის მიერ მოწოდებულ წერილში აღნიშნულია, რომ პროექტის ინსპექტირებისას გამოვლინდა ხარვეზი და შპს-ტაო დაჯარიმდა. შპს-ტაომ ქუთაისის მერია ზამთრის ბაღის მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით რამდენჯერმე მომართა. დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გაიცა დასტური. არქიტექტურის სამსახურის მიერ ჩატარებული პროექტის ინსპექტირებისას გამოვლინდა ხარვეზი. პარალელურად საქმეში ჩაერთო მუნიციპალური ინსპექცია, დადგინდა დარღვევა შეთანხმებულ პროექტსა და მიმდინარე მშენებლობას შორის, რის გამოც შპს-ტაო დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტაციის წარდგენისას ივსება შენობის პარამეტრები, რის საფუძველზეც მშენებლობის კლასს ადგენს პროგრამა. ერთ-ერთი დეტალის არასწორად მითითების გამო ნაგებობას მიენიჭა მეორე კლასი. ხარვეზის გასწორების მიზნით მენაშენემ შემოიტანა განახლებული დოკუმენტაცია, რაც განხილვის პროცესშია. ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. მეგატივის დამატებით კითხვებსა და რესპონდენტის მერიის სივრცის დაგეგმარების ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა კუბლაშვილის უშუალოდ თუნდაც სატელეფონო კომენტარის ჩაწერაზე ქუთაისის მერიაში უარი განუცხადეს. ქუთაისში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მშენებლობების ნებართვების გაცემამ იმატა, თუმცა რამდენად კონტროლდება სამშენებლო სექტორი, ეს სპეციალისტებში სადაო საკითხია. კერძო პირები და კომპანიები კი მშენებლობებში სადაო საკითხებზე ბოლოს მაინც სასამართლოს იმედად რჩებიან.